უძრავი ქონების ბაზრის კვლევა საქართველოში თბილისის მერიისა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინიციატივით საკონსულტაციო კომპანია IPM-მა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია John Lang Glass-სთან ერთად კვლევა ჩაატარა უძრავი ქონების ბაზრის შედარებით ანალიზმა აჩვენა, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის შედეგებიდან გამოსვლა ბიზნესმა 2010 წლიდან შეძლო და დაიწყო მდგომარეობის დასტაბილურება. კვლევის მთავარი დასკვნის მიხედვით საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი უფრო სეგმენტირებული ხდება. აღარ არსებობს ერთი მთლიანი უძრავი ქონების ბაზარი, არამედ განიხილება ბაზარი, რომელიც შედგება სხვადასხვა შემადგენელი ნაწილებისგან, რომელიც დამოუკიდებელია სექტორზე. 2010 წლის შემდეგ შეინიშნება უძრავი ქონების ბაზრის ყველა სეგმენტზე ზრდა, ერთი ეს, მეორე, რომ საწყობების და ლოჯისტიკის, სასტუმროების, საცხოვრებელი ბაზარი არის ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორი უძრავ ქონებაში და რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა ასევე ის, რომ თბილისში ერთ სულ მოსახლეზე მოდის 24 კვადრატული მეტრი ფართი, რაც დაახლოებით იგივე სტანდარტია, რაც არის აღმოსავლეთ ევროპის ქალაქებში. So this project was actually commissioned by თბილისის მუნიციპალიტეტმა უძრავი ქონების ბაზრის შესაძლებლობები დააფინანსა. ეს იყო იმის ანალიზი, თუ რა შესაძლებლობები არსებობს ამჟამად ბაზარზე სხვადასხვა მიმართულებით, როგორც საოფისე, ასევე საცხოვრებელი ფართის მიმართულებითაც, რომელიც მოიცვა ამ კვლევამ და ასევე ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.